გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას თქვენი პარლამენტი ტელეკომპანია ქვემო ქართლის ეთერში. სტუდიაში მუშაობს ანა კანაპლევა. დღეს განვიხილავთ მთავრობის მიერ შემუშავებულ 10 პუნქტიან გეგმას მოდერნიზაციისთვის და დასაქმებისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს გეგმაში ინფრასტრუქტურის განვითარება წარმოადგენს. უფრო დეტალურად ამ თემაზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან. რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნაციონალური მოძრაობიდან ბატონ დავით ნადაშვილთან, მოგესალმებით ბატონ დავით და ფრაქცია ქრისტიან დემოკრატების წევრთან ბატონ ლევან ვეფხვაძესთან. მოგესალმებით ბატონ ლევან. მოგესალმებით, მივესალმები რუსთავის და ქვემო ქართლის მოსახლეობას. ტრადიციულად კითხვები ჩვენი სტუმრების მიერ არის შედგენილი. ყოველი პასუხისთვის მათ ექნებათ მხოლოდ 25 წამი. სანამ კითხვებზე გადავალთ, ასევე 25 წამი გაქვთ იმისთვის, რომ პოზიციები დააფიქსიროთ ამ თემასთან დაკავშირებით. ბატონ დავით, გისმენთ? რა თქმა უნდა, 10 პუნქტიან გეგმაში და ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წილი რუსთავსაც დაეთმო და მინდა ამით დავიწყო. 2012 წელს უკეთდება ავტობანი რუსთავი-თბილისის 60 მილიონამდე არის გამოყოფილი და თვითონ შიგნით ქალაქში 15 მილიონამდე ინფრასტრუქტურის განვითარების ეს ძალიან დიდი გრანდიოზული პროექტებია, რაც რუსთავში დასაქმებასაც შეუწყობს ხელს და რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის განვითარებასაც. დიდი მადლობა, ბატონ ლევან, გისმენთ? ჩვენთვის მთავარია არა მხოლოდ მშენებლობა, არამედ ხელმისაწვდომობა და სარგებლობა. თუ გივაშენებთ ავტობანს, ეს ავტობანი გარკვეული პერიოდის მერე ფასიანი არ უნდა გახდეს. თუ გივაშენებთ საავადმყოფოს, ამ საავადმყოფოს შესვლა და სარგებლობა უნდა იყოს შესაძლებელი. თუ კი სისტემას, წყლის სისტემას რეაბილიტაციას ვახდენთ, ბუნებრივია ტარიფი წყლის უნდა გახდეს ისეთი, რომ ამ წყლის მოხმარება შეეძლოს ჩვენ მოსახლეობას. ჩვენთვის მთავარია ხელმისაწვდომობა, რაც სამწუხაროდ რისი პრობლემას დღეს ქვეყანაში არსებობს. დიდი მადლობა. კითხვებზე გადავიდეთ, ბატონ დავით, პირველი კითხვა. ქალაქ რუსთავში დაწყებულია მოსახლეობის წყლით მომარაგების გამრიცხველიანობის პროცესი, რომლის მიხედვითაც თითოეული ოჯახი იხდის მრიცხველის საფასურს 100 ლარს. რამდენად ნორმალურად მიგაჩნიათ ეს, როდესაც 1 კუბომეტრ წყალში მოსახლეობამ უნდა გადაიხადოს 45 თეთრი? ამ 45 თეთრში შედის არა მარტო წყალი, არამედ გამდინარე კანალიზაციის ღირებულება. იმ ფონზე, როდესაც საერთოდ არ იყო რუსთავში წყალი, მოგეხსენებათ, მაშინ რუსთავი ბოლო ადგილზე წყლის მომარაგებით, ან პრაქტიკულად არ იყო, დღეს არის 24 საათიანი წყლის მომარაგება, ამიტომ უღირთ მოსახლეობას ამ თანხის გადახდა. ბატონ ლევან, პირველი კითხვა. 2012 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურაზე 1,2 მილიონზე მეტი თანხაა მიმართული. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეუწყობს ხელს აღნიშნული თანხა ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას არსებული მსოფლიო კრიზისის პირობებში? ეს სოფლიო კრიზისი მე მგონი დასრულებულია, საუბარია სხვა რამეზე, საუბარია იმაზე, რომ თუ კი კონკრეტულად გზა გადის რუსთავში, მაშინ რუსთავის მოსახლეობა უნდა იყოს პირველ რიგში დასაქმებული. ჩვენ ეს პრიორიტეტები სამწუხაროდ 10 პუნქტიან გეგმაში ვერ წავიკითხეთ, ანუ როდესაც კეთდება კონკრეტულ ადგილას, გეოგრაფიულ ადგილას, რაიმე კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროგრამა ამ გეოგრაფიული არეალის მოსახლეობა უნდა იყოს პირველ რიგში დასაქმებული, რაც სამწუხაროდ 10 პუნქტიან გეგმაში არ წერია. მადლობა, ბატონ დავით, მეორე კითხვა. რას აპირებს მთავრობა ქვემო ქართლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისთვის და ამ სარწყავი წყლის მომსახურების ფასის გაიაფებისთვის, რადგან ფერმერი ყოველ ჰექტარზე 120 ლარს იხდის? რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები დაწყებულია, მე ვეთანხმები ბატონ ლევანს, რომ ეს ტარიფი გაზრდილია, მაგრამ ეხლა ეწყობა შიდა არხები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პრაქტიკულად რეაბილიტაცია მოხდა მთავარი არხების, ეხლა მიმდინარეობს შიდა არხები, რომელიც რა თქმა უნდა უფრო გააიეულებს და გაადვილებს ამ თანხის გადახდას. მადლობა, ბატონ ლევან. ქვეყნის რეგიონებში კომპლექსურად ბევრი პროექტი ხორციელდება: წყალი, გაზი, ელექტროენერგია, საავადმყოფოები, სკოლები. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანი არის რეგიონების გაძლიერება ამ კუთხით? ბუნებრივია, რეგიონების გაძლიერება არის აუცილებელი, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ ფულს, რომელსაც რეგიონს ვაძლევთ, ეს ფული თვითონ რეგიონმა უნდა გადაწყვიტოს და მოიხმაროს, არა ისე როგორც დღეს ხდება, როცა ბიუჯეტიდან გარკვეულ ტრანსფერს ურისხავთ რაიონებს, მუნიციპალიტეტებს და მერე ცენტრალური ხელისუფლება ეს ფული უკან მოაქვს და თავის, თქვათ, საჭიროებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას. თუ კი ჩვენ ვაძლევთ ქალაქს ფულს, ქალაქმა გადაწყვიტოს, თუ მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტოს ეს და ეს დელეგირებული უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს ადგილზე. დიდი მადლობა, თქვენ დრო ამოიწურა და ბოლო კითხვა ბატონ დავით. 10 პუნქტიან გეგმაში ერთი თავი საჰაერო ინფრასტრუქტურის განვითარებას ეძღვნება. თუმცა არაფერია ნათქვამი ქართული ავიაკომპანიის მხარდაჭერაზე. რატომ არ იცავს ქართული სახელმწიფო ამ ბაზარზე მომუშავე ქართველ ავიაოპერატორებს? საბაზრო ურთიერთობების პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი კომპანიები დავაინტერესოთ და გავაძლიეროთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მონაწილეობენ ფაქტიურად ქართული ავიაკომპანიები ამ ინფრასტრუქტურაში. დიდი მადლობა. ბატონ ლევან, როგორ აფასებთ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და შეუწყობს თუ არა ეს ხელს ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას?
კი ბატონო, ტურიზმის მოწყვეტა სოფლის მეურნეობისგან არასერიოზულია. ჩვენ აჭარაში წელს მივიღეთ სიტუაცია, როცა იყვნენ ტურისტები, რომელთაც ქონათ მოთხოვნილება პროდუქცია და ეს პროდუქტი სამწუხაროდ თურქეთიდან შემოვიდა, იმიტომ რომ არ იყო შესაბამისი პოლიტიკა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის აქამდე და ქვემო ქართლი, რომელიც არის მადლიანი მიწით ცნობილი, არის სწორედ ერთ-ერთი უმთავრესი ადგილი, სადაც შეიძლება სოფლის მეურნეობა, ფერმერული მეურნეობა განვითარდეს, მაგრამ ამას ჭირდება სახელმწიფო მხარდაჭერა. მადლობა და ბოლოს შეჯამებისთვის გაქვთ კიდევ 25 წამი. ბატონ დავით, გისმენთ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისთვის ყველა ეს პროექტი, რაც ხორციელდება. მე ვერ დავეთანხმები ბატონ ლევანს, ფაქტიურად ამხელა ქალაქს, რასაც ქვია თბილისი, რუსთავი და შემოგარენი, ამ არაგებს მარტო ქვემო ქართლი და რა თქმა უნდა ძლიერია ქვემო ქართლი და უფრო გაძლიერდება უფრო ფერმერული მუშაობა. ბატონ ლევან, თქვენი 25 წამი. ჩვენთვის თავარია ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა, ავაშენებთ საავადმყოფოს, ამ საავადმყოფოში ჩვენ მოქალაქეები შესვლის შესაძლებლობა უნდა ქონდეს. გაუყვათ წყალს, მივაწვდით წყალს, ამ წყლის ტარიფის გადახდის შესაძლებლობა უნდა ქონდეს და ასე შემდეგ. თავარი არის სწორედ ის, რომ ის სერვისები, რასაც ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ, ამ სერვისების მიღების შესაძლებლობა ქონდეს მოსახლეობას, სხვანაირად ჩვენ ასე ვთქვათ, მხოლოდ იმისაც რომ ამაზე მე ქულები დავიწეროთ, ნამდვილად არ გამოგვადგება. ინფრასტრუქტურა ჭირდება ხალხს. დიდი მადლობა ბატონ ლევან, ბატონ დავით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს, მე ამით გემშვიდობებით ნახვამდის.